საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო გადაცემის ქართველური ცივილიზაცია ციკლს. ამჟამად ჩვენ გვაქვს უკვე მეორე ციკლის მეშვიდე გადაცემა, მეშვიდე საუბარი, რომელიც ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ემყარება მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიურ ქსელს. როგორც ჩვენ უკვე დავინახეთ, ჩემი წინა საუბრებიდან, ამირანიანის მოქმედი გმირების შინაარსობრივი და სემანტიკური კავშირები სხვადასხვა ცივილიზაციებთან ძალიან ღრმაა. ამავე დროს მათ გააჩნიათ მრავალი სახე. იქნება ეს ზოომორფული, ასტრონომიული, ადამიანური თუ სხვა. ზუსტად ასევე არის ამირანიც და როგორც უკვე გითხარით, ჩვენ აი ამ ბოლო ორი საუბრის განმავლობაში სულ საუბრობდით ამირანისა და თევზის კავშირებზე. დღესაც ჩვენ გვაქვს მესამე საუბარი უკვე, რომელიც ამირანისა და თევზის ურთიერთ კავშირს ეძღვნება. მაგრამ სანამ უშუალოდ მესამე საუბრის თემაზე გადავიდოდე, სურს რომ შეგახსენოთ ამირანისა და თევზის ურთიერთ კავშირის იმ დროითი სიღრმეების შესახებ, რომელზეც ჩვენ უკვე წინა ორი საუბრის დროს გვქონდა განხილული. ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ სწორედ წინა საუბრებში გამოყენებულ სქემას. ამ სქემაზე ნაჩვენებია, თუ რომელი ეპოქიდან, რომელი ყველაზე ღრმა წარსულის ეპოქიდან მომდინარეობს ამირანისა და თევზის იპოსტასი და გარდა ამისა, როგორ შეიძლება ან და რა დროით შეიძლება, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამირანიანის თქმულებათა ციკლი სწორედ აი ამ დროით სიღრმეებს დაუკავშიროთ. მაშასე, პირველი, რასაც თქვენ ახლა სლაიდზე ხედავთ, აი ამ სქემის უკიდურეს მარცხენა ნაწილში თქვენ ხედავთ, რომ დატანილი არის ერიდუს სახელი. შეგახსენებთ, რომ ერიდუ ეს არის ერთ-ერთი პირველი ქალაქთაგანი შუმერის ცივილიზაციაში. ერიდუს დაბადების, თუ შეიძლება ასე ითქვას, თარიღი განისაზღვრება 5400-5300 წლით. და იგი იმით არის დაკავშირებული ამირანის თევზის სახესთან, რომ აქ აგებულ ტაძარს, ეაბზუს ტაძარს, რომელიც ენქის ტაძარი გახლდათ, სწორედ რომ თევზის შესაწირით და თევზის რიტუალებით იყო ხოლმე, შეიძლება ვთქვათ ასე, დახუნძლული. მაშესადამე 5400-5300, ანდა დავამრგვალოთ, ხო, ვთქვათ 5500 წლიდან მოყოლებული ჩვენ ფაქტიურად გვაქვს ამირანისა და თევზის სიმბოლიკა. შემდეგ უკვე მოდის ვეშაპების ეპოქა და ამას თქვენ ხედავთ სლაიდზეც, ეს ვეშაპოიდები კიდევ შეგახსენებთ, რომ ძველი სასომხეთის ძველ დედაქალაქ ანში იქნა აღმოჩენილი, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე. თანხდებიან ისინი დროშიც, ეს გახლავთ ძველი წელთაღრიცხვის 5000 წელი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერიდუსა და ვეშაპებს შორის პრაქტიკულად განსხვავება არ არის, იმიტომ რომ მათ შორის არსებული პერიოდი 400-დან 300 წლამდე მოიცავს. შემდეგ უკვე მოდის გვიანი, უпростоრად ურუკის პერიოდი, რომელიც შედგება ორი განსხვავებული საფეხურისაგან,
და პირველს უწოდებენ ადრეული ურუკის პერიოდი, რომელიც 4000-დან 3500 წლამდე გრძელდება, რა თქმა უნდა, ძველი წელთაღრიცხვით, ხოლო მეორე კი გვიანი ურუკი უკვე მომდინარეობს 3500 წლიდან ძველი წელთაღრიცხვის 3000 წლამდე. ეს არის ის პერიოდი, როდესაც შუმერში ჩნდება პირველი სადამწერლობო ნიშნები, პატარ-პატარა ტექსტები და სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება სულ-კალმახის სახელი, რომელიც შუმერულში დაფიქსირებული არის როგორც უკვე სუკ-კალმახი. ანუ ქართულ სულ-კალმახს უკვე განვლილი აქვს გარკვეული ეტაპი სესხებისა, ვინაიდან მასში ჩვენ უკვე ვამჩნევთ ფონეტიკურ სახეცვლილებას არქეტიპისა, ქართული არქეტიპისა. მას ასე ვეშაპოიდებსა და ურუკის პერიოდს შორის განსხვავება ისევ საკმაოდ მცირეა 5000 წლიდან 4000 წლამდე დაახლოებით 1000 წელს მოიცავს, მაგრამ ეს დიდი ისტორიისთვის რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია. ამის შემდეგ მოდის უკვე ადრე დინასტიური ეპოქა. ამასაც შეგახსენებთ, იმიტომ რომ ეს თარიღები, რასაც მე ახლა ვახსენებ, ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანია იმ სიღრმეების, იცით, გასიგრძეგანებისათვის, რა სიღრმეებშიც ჩადის ჩვენი ამირანიანის ციკლი. მას ასე ადრე დინასტიურ ეპოქაში ჩვენ უკვე ვხედავთ ამირანიანის ციკლის გარკვეულ მონაკვეთებს, ოღონდ ეს რა თქმა უნდა შეფარულად არის მოცემული. ადრე დინასტიური ეპოქის საბანკეტო სცენა, რომელიც ჩვენ წინა საუბარში განვიხილეთ, ჰარმონიულად ერწყმის მეოთხე საუკუნეში უკვე ახალი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში შესრულებულ დავათის სტელას. ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა ერთმანეთისაგან 3000-ზე უფრო მეტი წლით დაშორებულ არტეფაქტებს შორის, რა თქმა უნდა, შემთხვევითი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება. მაგრამ ახლა ვნახოთ რა ხდება. სწორედ აი ამ ადრე დინასტიური ეპოქიდან დღევანდლამდე ჩვენ გვაქვს უზარმაზარი დროითი პერიოდი, რომელიც 4000 წელს ცილდება და რა თქმა უნდა ისმის კითხვა არსებობდა თუ არა სხვა რომელიმე არტეფაქტი, რომელიც დამიდასტურებდა იმას, რომ ეს განმეორებითობა ამირანისა და თევზის ურთიერთობისა არ შეწყვეტილა, არამედ მას განგრძობადი ხასიათი გააჩნია. სანამ უშუალოდ აი ამ არტეფაქტზე, ახალ არტეფაქტზე გადავიდოდეთ, მანამდე მსურს შეგახსენოთ, რომ აი ამ სქემის 7500 წლიანი პერიოდი არ არის ის პერიოდი, რომლის დროსაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ამირანიანის თქმულებების არსებობა. საქმე იმაშია, რომ სლაიდის მარცხენა კუთხეში თქვენ სამ წერტილს ხედავთ. ეს სამი წერტილი ერიდუს წინ ნიშნავს იმას, რომ ქართველური ტომები მანამდეც არსებობდნენ. აი ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ წინა საუბრებში გამოყენებულ სქემას, რომელშიც უკვე ნათლად ჩანს კალმახების ტომი, ისევ მარცხენა კუთხით და სახელის სულ-კალმახის გამოყენება აი ამ ტომების მიერ. ისიც გავიხსენოთ, რომ ქართველების მიერ კალმახის ტომის არსებობა ჩვენ მგლის ლეგენდიდან გვაქვს და ვიცით, რომ ქართველებმა ეს სახელი, უпростоრად თევზის ზოომორფული გამოსახულება ნება ყოფლობით მიიღეთ. ახლა ჩვენ რო ვთქვათ, რომ ეს მოხდა დაახლოებით 304 წელიწადში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირე პერიოდი გახლავთ იმ უზარმაზარი სემანტიკური ინფორმაციისათვის, რომელიც ჩვენ გადმოგვეცემა თუნდაც ამირანიანის სახელებისა
თუ მგლის ლეგენდის მეშვეობით. ჩვენ აქ მინიმუმ უნდა ვიანგარიშოთ 500 წელი, რაც უკვე რის გამოც ჩვენ უკვე 7500 წელს მივიღებთ და უფრო მეტიც მას უნდა დავუმატოთ კიდევ მინიმუმ 1000 წელიწადი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უკვე გავდივართ გაცილებით უფრო ღრმა წარსულში, ეს გახლავთ უკვე 8500 წელი. ეს არის მეზოლითის დასასრული ეპოქა, ანუ ჩვენ ფაქტობრივად მთლიანი ნეოლითი მოცული გვაქვს აი ამ ამირანიანის თქმულებებით და ცოტა ხნის მერე უпростоრად ჩვენს შემდეგ საუბარში ჩვენ უკვე აი ამ ნეოლითის ეპოქის ერთ-ერთ ძეგლზეც ვისაუბრებთ, სადაც ამირანიანის ეპიზოდები არის გამოსახული. მასე ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ აი სწორედ იმ არტეფაქტზე, რომელი არტეფაქტიც გვიჩვენებს, რომ ერიდუდან მოყოლებული და კიდევ უფრო მეტი სიღრმიდან მოყოლებული დღევანდლამდე, აი ამ დაახლოებით 8000 წლის, 8500 წლის განმავლობაში ჩვენ თურმე გვქონია კიდევ სხვა არტეფაქტები, რომლებიც სხვადასხვა ქართველებით დასახლებულ, მე ასე ვიტყოდი, ტერიტორიებზე ხდება. რა თქმა უნდა, იქ დღეს შეიძლება ქართველები არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეს არტეფაქტები იქმნებოდა, ისინი აი ამ ტერიტორიების ბინადარნი არ იყვნენ. აი ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ მე-14 საუკუნით ძველი წელთა აღრიცხვის მე-14 საუკუნით დათარიღებულ ცილინდრულ საბეჭდავს. ეს ცილინდრული საბეჭდავი გამოქვეყნებული არის ჰენრი ფრენკფორტის 1939 წლის ნაშრომში, რომელიც არქაული ცილინდრების განხილვას ეძღვნება. რა თქმა უნდა, აი ეს ცილინდრი სწორედ აი ასეთ არქაულ პერიოდს ემთხვევა. საინტერესო არის ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ცილინდრის კომპოზიციასთან დაკავშირებით ის, რომ საბეჭდავებისათვის, როგორც გარკვეული ფორმის საიდენტიფიკაციო საგნისათვის არ არის, როგორ გითხრათ, არ არის დამახასიათებელი მრავალი ფიგურის დატანა საბეჭდავზე, იმიტომ რომ საბეჭდავი თვითონ ძალიან მცირეა თავისი ზომით და მის ინტალიოზე წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დაეტიოს n რაოდენობის ადამიანის ფიგურა, ან თუნდაც ცხოველის ფიგურა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს და აი ამ საბეჭდავზე ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ, ჯერ მარტო ადამიანის ფიგურა აღნიშნულ საბეჭდავზე, რომელსაც სხვათა შორის ანატოლიურ საბეჭდავს უწოდებენ, მასზე 10 განსხვავებული პიროვნება არის თითქოს, 10 პიროვნება, მოდით ასე ვთქვათ, არის დატანებული და პლუს ამას კიდევ ჩვენ გვაქვს აგრეთვე ცხოველებით წარმოდგენილი ფიგურებიც. მასე რას წარმოადგენს აი ეს საბეჭდავი? მოდით ახლა გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული საბეჭდავი უпростоრად შესყიდულ იქნა ქალაქ აიდინში. აიდინი გახლავთ ზღვისპირა ქალაქი ანატოლიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. უშუალოდ საიდან იყო აღნიშნული საბეჭდავი, ასე ვთქვათ, მოსული აიდინში ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ იგი შეძენილია, მაგრამ ერთი ფაქტის კონსტატაცია მაინც შეგვიძლია, რომ იგი რომელიღაცა სხვა ქვეყნიდან არ იყო შემოტანილი, რომ იგი აუცილებლად რაღაც ახლომახლო ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო შექმნილი. სწორედ ამიტომაც მას ანატოლიურ საბეჭდავს უწოდებენ და მეც ასე მოვიხსენიებ ჩემს საუბარში. მასე ჰენრი ფრენკფორტი, როდესაც აღნიშნულ საბეჭდავს აანალიზებს, იგი ამბობს, რომ ეს ამ საბეჭდავზე აღბეჭდილი კომპოზიცია ძალიან რთულია ამოსაცნობად დეშიფრირებისათვის და იგი ხაზს უსვავს იმას, რომ ვინც კი მანამდე წამოაყენა რაიმე შეხედულება აღნიშნული საბეჭდავის შესახებ, ყველა მცდარია და მცდარია იმიტომ, რომ ისინი
საბეჭდავის რომელიღაც ერთ რომელიმე ფიგურაზე ამახვილებენ ყურადღებას, მაშინ როდესაც რა თქმა უნდა საბეჭდავზე მოცემული მთელი ეს კომპოზიცია ერთი სისტემის, ერთი სტრუქტურის გამოხატულება გახლავთ. თვითონ ჰენრი ფრენკფურტი კი ამბობს, რომ ანატოლიურ საბეჭდავზე გამოსახული არის ეგრეთ წოდებული წარდგენის სცენა. იმისათვის რომ ჩვენ ვნახოთ თუ რითი განსხვავდება აღნიშნული საბეჭდავი წარდგენის სცენისგან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს თვითონ წარდგენის სქემა. აი ახლა თქვენ ამ სლაიდზე ხედავთ სამივე გამოსახულებას. ზედა რეგისტრში მოცემული არის ანატოლიური საბეჭდავი, ხოლო ქვედა რეგისტრში მოცემული არის ორი შუმერული არქაული საბეჭდავი, ასევე აღებული ჰენრი ფრენკფურტის წიგნიდან. თუ ქვედა რეგისტრში მოთავსებულ საბეჭდავების გამოსახულებებს დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ მათში არის მხოლოდ და მხოლოდ 4 ფიგურა და ერთ-ერთი მათგანი ყოველთვის არის მჯდომარე პოზიციაში და ეს გახლავთ რომელიღაცა დიდი ღმერთი, მის წინ დგას შედარებით უფრო დაბალი რანგის ღვთაება, რომელსაც ხელი აქვს ჩაკიდებული მის უკან მდგომი პიროვნებისთვის. ეს პიროვნება შეიძლება ყოფილიყო მეფე, შეიძლება ყოფილიყო რელიგიური სისტემის რომელიღაცა მაღალი რანგის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დიდ ღვთაებასთან აი ეს ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ადამიანი უნდა წარადგინონ. ალბათ რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული მოდით ასე ვიტყვი თანამედროვე ტერმინებით თანამდებობის მისაღებად ან წოდების მისაღებად და ასე შემდეგ. და როგორც წესი მის უკან ხანდახან დიდი ღვთაების უკან ხოლმე დგას ერთი დამატებითი პიროვნება, ისიც დაბალი ღვთაების რანგისა. ახლა შევადაროთ აი ეს ორი საბეჭდავი ანატოლიურ საბეჭდავს. აშკარაა, რომ აქ ჩვენ წარდგენის სქემა არ გვაქვს, იმიტომ რომ აქ არც დიდი ღვთაება ფიგურირებს, არც წარმდგენი დაბალი დონის, დაბალი რანგის ღვთაება ფიგურირებს და ასე შემდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ჰენრი ფრენკფურტის შეხედულებაც ანატოლიურ საბეჭდავზე რა თქმა უნდა მცდარია. და აბა მას რა ვქნათ, როგორ მოვახდინოთ აი ამ საბეჭდავის დეშიფრირება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მსგავსი საბეჭდავი კიდევ არის აღმოჩენილი, მაგრამ აღნიშნული საბეჭდავი ისეთი დაზიანებულია, რომ მასზე ფიგურების გარჩევა ძალიან ძნელია და იმ ეპიზოდების ამოკითხვა, რომელიც აი მაგალითად ამ საბეჭდავიდან არის შესაძლებელი, იქ საერთოდ წაშლილია, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ჩვენ აი ამ ანატოლიურ საბეჭდავს ახლა გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ აი ამ პერიოდში, ანუ ძველი წელთა აღრიცხვის მე-14 საუკუნეში ანატოლიის ტერიტორიაზე აუცილებლად ცხოვრობდა ქართული მოსახლეობა, რომელსაც უკვე ძალიან კარგად ჰქონდა წარმოდგენილი თავისი ღვთაება ამირანის შესახებ არსებული გადმოცემები. და ის კი არა, არამედ შეეძლოთ აი ამ გადმოცემებში ასახული განსხვავებული ეპიზოდების მხატვრულ ჩარჩოში ჩასმა. მაგრამ სანამ ჩვენ ამ ინტალიოს დეშიფრირებას შეუდგებით, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უნდა აღწეროთ ის გამოსახულებები, რა გამოსახულებებიც ჩვენ ამ საბეჭდავზე გაგვაჩნია. მას ასე, როგორც კი საბეჭდავს შეხედავთ, იმ წუთშივე თვალში გეცემათ ის გარემოება, რომ საბეჭდავი ორივე მხრივ და თქვენ ხედავთ, როგორც ზედა რეგისტრში, ასევე ქვედა რეგისტრში საბეჭდავისა მოცემული არის გარკვეული დეკორი, გარკვეული არშია. ეს არშია ტალღოვანი გამოსახულებებით არის ნაჩვენები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ
ასეთი არშიები საბეჭდავებისათვის როგორც წესი დამახასიათებელი არ არის. აქ კი პირიქით ჩვენ ვხედავთ არა მარტო არშიებს და საკმაოდ დიდი მოცულობა უკავია აღნიშნულ არშიებს, არამედ ჩვენ ვხედავთ უკაცრავად. არამედ ჩვენ ვხედავთ აღნიშნულ არშიებს შორის არსებულ განსხვავებასაც. ჩვენ ამ არშიებზე უკვე დეშიფრირების დროს ვისაუბრებთ. ახლა კი უბრალოდ აღწეროთ თუ რა გვაქვს ამ არშიების გარდა მოძებული აღნიშნულ ინტალიოზე. კომპოზიციის შუაში დგას აშკარად ღვთაება. ეს ღვთაება ცენტრალური ღვთაება უნდა იყოს. მას ორი სახე აქვს. ერთი სახით იგი იყურება მარცხენა მხარეს და მეორე სახით იყურება მარჯვენა მხარეს. ჩვენ არ ვიცით თუ შეიძლება ასე ითქვას ეს ღვთაება ვინ არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ხელში უჭირავს ორი საგანი. ერთ-ერთი მათგანი, უпростоრად მარჯვენა ხელში, რაც უკავია მას, ეს არის მოგრძო ფორმის ლარნაკი, ანუ ვაზა, რომლიდანაც, მოდით უფრო ასე ვიტყვი, რომლიდანაც სიცოცხლის მყოფელი წყალი მოედინება. სწორედ აი ამ წყალს ასხავს ეს ღვთაება, რომელიღაცა გარეულ ცხოველს, სწორედ იმ გაგებით, რომ ეს ცხოველთა ეს სამყარო შენარჩუნებულ იქნეს და ამავე დროს კარგ, ასე ვთქვათ, ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდეს. აღნიშნული ლარნაკი წარმოადგენს აი ახლა მე ვეცდები რომ გაჩვენოთ, ეს არის ქართული ასომთავრული ყელიანი დონი. ქართული ასომთავრული ყელიანი დონი წარმოადგენდა ზუსტად ასევე მჩქეფარე ლარნაკს და აი გზივიდან გადმოდიოდა ორი უზარმაზარი ნაკადი წყლისა და იყო შუმერების ღვთაებრივი სიმბოლო. ეს ღვთაებრივი სიმბოლო, რომელიც კიდევ გავიმეორებ, ჩქეფარე ლარნაკის სახელით იყო ცნობილი, იყო არსებობდა არა მხოლოდ შუმერულ ცივილიზაციაში, არამედ ჰქონდა აგრეთვე ეგვიპტურ ცივილიზაციაში, მაგრამ მას აი ეს სხეული ბრგვალი კი არ ჰქონდა, არამედ უფრო მოგრძო, როგორიც აქ ნაჩვენები არის სწორედ ამ ანატოლიურ საბეჭდავზე. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, ვინაიდან უნდა დაგვეხმაროს შემდეგ აღნიშნული ღვთაების დეშიფრირებაში. მეორე ხელთ ღვთაებას უკავია ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ცხოველის მყოფელი ჯვარი, რომელიც ამავე დროს არის ქართული ასომთავრული ქანის ერთ-ერთი და ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა. ალბათ თქვენ იმასაც შეამჩნევთ, რომ ჯვრის ქვემოთ ხელთან ახლოს პატარა თითქოს გამონაზარდივით არის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ ჩვენ ამ წუთში ამაზე არ ვისაუბრებთ. ჩვენთვის მთავარია დავსახოთ ის გზები, საიდკენაც შეიძლება წაგვიყვანოს ამ ცხოველის მყოფელმა ჯვარმა და ერთი მხრივ ეს არის რა თქმა უნდა ქართული ასომთავრული ქანი, მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეს არის ქრისტეს ჯვარცმა და მესამე მხრივ რა თქმა უნდა ეს არის უკვე როგორც ამას უკვე ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, ეს არის აგრეთვე ამირანთან დაკავშირებული ჯვარი და გახსოვთ თქვენ რომ ჩვენ ეს ამირანის ხმალს დავუკავშირეთ. ანუ ეს უკვე გვაძლევს ჩვენ იმ უზარმაზარ სფეროს, რომელშიც შეგვიძლია აღნიშნული ატრიბუტების მეშვეობით გავიდეთ უკაცრავად. ამ ცენტრალური ღვთაების მარჯვნივ და ჩვენგან მარცხნივ მოთავსებული არის პატარა მაგიდა და ეს მაგიდა ორ გარეულ ცხოველს უკავია თავითა და წინა თათებით. ეს გარეული ცხოველი, როგორც უკვე ვთქვით, უნდა მიეკუთვნებოდეს კატისებრთა ოჯახს, ეს უნდა იყოს ან ვეფხვის, ან ლომის წარმომადგენელი, ხო? ასე სტილიზებურად გადმოცემული.
მაგიდა კი შესაწირი საგნების მაგიდა გახლავთ და აშკარად ემჩნევა რომ მასზე გარკვეული საგნებია შეწირული საგნებია დალაგებული. აღნიშნული მაგიდის მარცხნივ უკვე ვხედავთ მჯდომარე ქალბატონს. ეს ქალბატონი რა თქმა უნდა გახლავთ ქალღვთაება, იმიტომ რომ მას თავზე ღვთაებრივი გვირგვინი ადგას. ღვთაებრივი გვირგვინის მაჩვენებელი არის ის პატარა წრე, რომელიც გვირგვინის თავზეა მოთავსებული. ქალღმერთს ასევე ხელში სამკაპი უკავია, გარკვეული ღვთაებრივი სიმბოლოს ნიშნად და მეორე ხელით ისეთი მოქმედების, ისეთი ასე ვთქვათ, ისეთი ვითარების გადმოცემას ცდილობს მხატვარი თუ ავტორი აი ამ ინტალიუსი, რომ ეს ქალღმერთი არის თავისი ფუნქციების შესრულების დროს გამოსახული. ანუ იგი თავის ღვთაებრივ მოვალეობებს ასრულებს, რის გამოც სწორედ მის წინ დადგმულ სამსხვერპლო მაგიდაზე სწორედ აი ეს სამსხვერპლო საგნები არის დალაგებული. მეორე მხრივ თუ დავაკვირდებით, აღნიშნული ქალბატონის ქალღვთაების უკან ზის პატარა ცხოველი, ეშვლის ნუკრივით ცხოველი, რომელიც შეიძლება იყოს წვრილჩიქოსანთა გარეული რომელიმე ჯიშის წარმომადგენელი, შეიძლება იყოს ირმის ნუკრით, შეიძლება იყოს გარეული თხისაც, ან ჯიხვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ რას ვღებულობთ ჩვენ? ვღებულობთ, რომ ეს ქალღვთაება, რომელსაც ღვთაებრივი გვირგვინი ადგას თავზე, გარშემორტყმული არის გარეული ცხოველებით. და ამ შემთხვევაში ის თითქოს აი ამ გარეული ცხოველების სფეროს განაგებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ამ კომპოზიციაში ცხოველებისა და ქალღვთაების განლაგება ძალიან ბევრს გვეუბნება და ამაზე დეშიფრირების დროს ვისაუბრებთ. ახლა გადავიდეთ მეორე მონაკვეთზე და ეს მონაკვეთი გახლავთ უკვე თუ შეიძლება ასე ითქვას მეორე ქვეთემა მარცხნივ მოთავსებული მთლიანი კომპოზიციისა. აი ამ მეორე თემაში ჩვენ უკვე ვხედავთ ანალოგიურ ქალღვთაებას, რომელიც ზის თავის ტახტზე და მასაც ხელების ასე ვთქვათ მოძრაობით ავტორი გვიჩვენებს, რომ იგი რაღაც საუბარს აწარმოებს და პიროვნება, ვისთანაც აწარმოებს იგი საუბარს, გადმოცემული არის მაღალი გამხდარი პიროვნების სახით, რომელსაც გააჩნია მტაცებელი ფრინველის სახე. რა თქმა უნდა, ეს მტაცებელი ფრინველის სახე უპირველეს ყოვლისა ჩემთვის მაგალითად ასოცირებული იყო არწივთან და ჩვენ ვნახავთ, რომ ეს მართლაც ასეა. აღნიშნული ქალბატონი ღვთაება ყველაფრით გავს დიდი ზომებით მოცემულ ქალღვთაებას. განსხვავება მათ შორის არის მხოლოდ და მხოლოდ ზომა, რაც გვიჩვენებს, რომ აქ რაღაც განსხვავება არის და მეორე ეს გახლავთ აგრეთვე მათ გვირგვინზე დამაგრებული ღვთაებრიობის ნიშანი. ამ ქალბატონის გვირგვინს ამშვენებს ვარსკვლავისებური რაღაც გამოსახულება და არაწრიული გამოსახულება, როგორც ეს ჰქონდა დიდ ქალბატონს. აღნიშნული წყვილის, მოსაუბრე წყვილის, თუ გნებავთ მოკამათე წყვილის უკან დგას კიდევ ერთი პიროვნება. ამ პიროვნებას, როგორც ხედავთ, კაპარჭი აქვს, სავსე კაპარჭი აქვს ზურგზე მოგდებული და ცალ ხელში, მარცხენა ხელში მას დაჭერილი თევზების აცმა უკავია. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უკვე ჩვენ თითქოს მივდივართ, ხო, მიგვანიშნებს უკვე ავტორი, საითკენ უნდა წავიდეთ, რა მხარეს უნდა მოხდეს თემის განვითარება, მაგრამ ჩვენ ჯერ ამაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ახლა არის სწორედ ის, რომ აი ეს ამ კომპოზიციის შემადგენელი ერთეულები ჯერ მხოლოდ აღწეროთ, იმიტომ რომ მათ უნდა მოგვცენ ერთი მთლიანი სისტემა.
ამ ეს პიროვნებაც როგორც ხედავთ ძალიან ჩართულია აი ამ ორი პიროვნების საუბარში თუმცა ეს ორი პიროვნება ვერ ამჩნევს მას მაგრამ ის თემა რომელ თემაზეც ესენი საუბრობენ როგორც ჩანს ამ მონადირისათვის ძლიერ საინტერესო თემა უნდა გახდეთ იმიტომ რომ სახის გამომეტყველებაზე ჩანს რომ იგი ძალიან ყურადღებით უსმენს აღნიშნული წყვილის საუბარს ახლა გადავიდეთ ცენტრალური ფიგურის მარჯვენა მხარეს რა ხდება აქ როგორც წინა შემთხვევაში აქაც ფაქტობრივად განირჩევა ორი განსხვავებული თემა ეს თემები თვითონ ფიგურების მეშვეობითაც კია ერთმანეთისგან გამოყოფილი პირველ ქვეთემაში ჩვენ ვხედავთ სამ პიროვნებას აქედან ისინი სამივენი სხვათა შორის აი ამ ორსახა ღვთაებისაკენ მიემართებიან სახით მისკენ არიან ანუ რაღაცა ინფორმაცია რაღაცა გარკვეული თემა მათ უკან მოიტოვეს და ეს ჩანს პირდაპირ ინტალიოდან ხო სწორია და მიდიან აი ამ ღვთაებისაკენ ახლა ავწეროთ ესენი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი რომ პირველი ორი ფიგურა აბსოლუტურად ერთნაირად არის გადმოცემული თუმცა მათ შორის მაინც არსებობს გარკვეული განსხვავება და ეს განსხვავება ძირითადად გამოიხატება მათ ღვთაებრივ გვირგვინში და თუ დააკვირდებით ერთგან ესე იგი აი ეს დამამთავრებელი კომპონენტი აღნიშნული გვირგვინებისა განსხვავებულია ესე იგი ამ ორ პიროვნებასაც შორის რომლებიც ძალიან მსგავსნი არიან ერთმანეთისა და ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან თურმე რაღაცა განმასხვავებელი თვისებაც ყოფილა ამ ორივე ადამიანს უკავია რაღაცა კაუჭის მაგვარი ვიტყოდი იარაღი ხო საკმაოდ დიდი იარაღი მოჩანს ის მაგრამ სახეზე ამ ადამიანებს არ ემჩნევათ მაგალითად ან შიში რაღაცის მიმართ ან რაღაც გარკვეული ბრძოლისადმი განწყობა და ასე შემდეგ მათი სახეები ნეიტრალურია მაგრამ მესამე პიროვნება რომელიც მათ უკან დგას იგი სავსებით განსხვავებულია იმიტომ რომ მოცემულია თითქოს ჩოხის მაგვარ სამოსში იარაღი იგივეა, ანუ იგივე მოკაუჭებული, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული კაუჭიანი იარაღი უკავია და სახეზე ამ პიროვნებას ძალიან დიდი მრისხანება, გაბრაზება აქვს გამოხატული. რაღაცაში არის ეთყობა საქმე, რომ აი ეს სამივე პიროვნება რაღაც გარკვეული მიზნით ერთად შეკრებილნი, სრულიად განსხვავებულად გადმოსცემენ მათ შორის არსებულ ურთიერთობებს და აი იმ სცენის მიმართ დამოკიდებულებას, რომლებიც რაც მათ სახეზე პირდაპირ ემჩნევა. აი ეს მესამე პიროვნება ჩოხით რომ არის გამოსახული, ზურგით დგას სხვა პიროვნებისაგან. ეს პიროვნებაც ასევე გრძელი კაბით არის წარმოდგენილი, თქვენ ახლა ხედავთ, მას თითქოს ზურგზე მშვილდის მაგვარი რაღაცა იარაღი აქვს გადაკიდული, ზუსტად იმის თქმა თუ რა იარაღია ეს, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ძალიან წააგავს მშვილდს. ერთი ხელით იგი ეყრდნობა რაღაცა კლდეს, რაღაცა ღიობს და ეს ძალიან კარგად ჩანს, ხო, ინტალიოზე და უფრო მეტიც მისი მზერა მიმართული არის სწორედ აი ამ გამოქვაბულის თუ რაც არის ეს მის შიგნით. და რას ხედავთ აი ამ გამოქვაბულის შიგნით და რატომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის გამოქვაბული. მოდით დავიწყოთ ჯერ გამოქვაბულით. თუ ჩვენ აი იმ მთლიან ფორმას, რაღაც რკალურ ფორმას განვიხილავთ, როგორც გამოქვაბული, აღმოჩნდება, რომ აი ის წინ გაკეთებული კარიბჭე ღიაა.
ხოლო გამოქვაბულის მთლიანი ზედა კონტური, აი ეს რკალის კონტური გამოხატული არის თუ დააკვირდებით კარგად გველის სხეულით. მაგრამ ამ გველის სხეულზე ძალიან საინტერესო ელემენტები არის დატანილი. ეს ელემენტები კი გახლავთ ჩვენს მიერ უკვე განხილული, ვეცდები ახლა გაჩვენოთ ეს, აი თქვენ აქ ხედავთ ჩვენს მიერ უკვე განხილულ ღმერთები მთებში, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ აი ეს პატარა რკალური ელემენტები წარმოადგენენ მთებს, მთების სიმბოლიკას წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გველის აი ეს გამოსახულება, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი სლაიდზე უკვე ჩანს, აი ეს გამოსახულება ეტყობა, რომ არის მთები, მაგრამ ეს რკალები უკუღმა, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ის მთები, რომელ მთებზეც აქ საუბარია, იმიტომ რომ გველის სხეული მთლიანად არის რამდენიმე ასეთი ნახევარ რკალით წარმოდგენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ აქ ერთ მთაზე კი არა გვაქვს საუბარი, არამედ მთაგრეხილზეა საუბარი და ეს მთაგრეხილი განლაგებული არის სადღაც უფრო ჩრდილოეთით, იმ ტერიტორიიდან, სადაც აღნიშნული საბეჭდავი იქნა დამზადებული. და თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ იგი დამზადებული იყო ანატოლიის ტერიტორიაზე, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი თავისუფლად შეიძლება რამოდენიმე მთაგრეხილს მიემართებოდეს და ამაზე რა თქმა უნდა მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება ახლა აი ამ გველის თავს. გველის თავს თუ ჩამოყვებით მთლიანად აი ამ სხეულს, მე ვეცდები აი აქ ხედავთ, არ ვიცი, იმედი მაქვს რომ ხედავთ. ხო, სლაიდზე. აი ეს არის უკვე გველის თავი, რომელსაც ხახა დაბჩენილი აქვს და დაბჩენილი გველის თავი უკვე ხახა უკვე გვიჩვენებს იმას, რომ ეს გველეშაპი თუ გველი კეთილგანწყობილი არ არის. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ჩვენ უკვე პირდაპირი მითითებები გვაქვს თითქოს და ამირანიანის თქმულებებისაკენ. იქ იყო მაგალითად თევზებით ხელში დაჭერილი პიროვნება, რომელიც შეიძლება სულკალმახი იყოს. იქ არის მერე უკვე ეს არწივის სახიანი პიროვნება, რომელიც ამირანიანის მართალი არ უდგება, მაგრამ უდგება ბერძნულ ესკილეს მიჯაჭვულ პრომეთეს და ასე შემდეგ. ანუ ეს როგორ გითხრათ, აი ეს თითქოს გასაღები ელემენტები მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, კარ ნახობენ, სწორად მივდივართ თუ არა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მივდივართ სწორად, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ აი ეს ელემენტები ერთმანეთთან აი ასეთ ჰარმონიაში იყოს. ახლა ნახოთ თვითონ თუ სად მიგვიწვის აი ამ გარეთ მდგომი პიროვნების, მოდით ვიტყვი მონადირე, იმიტომ რომ აშვილდი აქვს წელზე მხარზე გადადებული, აი ამ პიროვნების მზერა. ამ პიროვნების მზერას ჩვენ გამოქვაბულში შევყავართ და ამ გამოქვაბულში უკვე წარმოდგენილი არის პიროვნება, ადამიანი, რომელიც ხელებით ზევით არის, ხო? ანუ ეს იგი ხელით ან მიჯაჭვულია, ან და მილურსმულია, ხო? და სახით იგი ზევით ზეცას შეყურებს, შეღაღადებს რაღაცას, რაც იმას გვიჩვენებს, რომ აქ რა თქმა უნდა უკვე დამაგვირგვინებელი ელემენტია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ კომპოზიციისა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ამირანიანის თქმულებებთან. უპირველეს ყოვლისა კი ამირანის მიჯაჭვულ მდგომარეობაზე. აქ საინტერესო არის ახლა კიდევ აი ამ დასჯილი პიროვნების ფეხების ასე ვთქვათ მდებარეობა. ერთი ფეხით იგი და დააკვირდეთ თუ შეიძლება ეყრდნობა აი აქ მარჯვენა ფეხით იგი ეყრდნობა, ვცდილობ ვაჩვენო ეს სლაიდზე რაღაცა საგანს და ამ საგანს თქვენ თუ დააკვირდებით, აღმოჩნდება რომ ყოფილა თევზი და ისევ გამოჩნდა ამირანისა და თევზის ურთიერთკავშირი. თევზი მოცემული არის
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მდგომარეობა ამირანისა, ანუ დასჯილი მდგომარეობა ამირანისა აი ამ დროისათვის, როდესაც ეს საბეჭდავი შეიქმნა ძველი წელთა აღრიცხვის მე-14 საუკუნე, აი ამ პერიოდისთვის უკვე ამირანის მდგომარეობა იყო სტაბილურად დასჯილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თევზის ჰორიზონტალური მდგომარეობა არის სწორედ მდგრადობა და უცვლელობა. მაგრამ მეორე ფეხით, ჩვენ თუ შევხედავთ, ხო, მარცხენა ფეხით, იგი ისევ და ისევ პატარა თევზს ეხება აი ეს თევზი, რომელიც ერთი კუთხით წარმოადგენს გველეშაპის გაღებულ ხახას, ხოლო მეორე კუთხით კი იკითხება როგორც თევზი. ეს თევზი უკვე მოცემული არის ზევით მაღლა მფრინავი თევზის პოზიციაში, რაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამაღლებას ნიშნავს, ხო, მკვდრეთით აღდგომას ნიშნავს, მაგრამ თუ დავაკვირდებით თევზის პოზიციას, აღმოჩნდება, რომ იგი სულ ახლახან თუ შეიძლება ასე ითქვას, მოსწყდა დედამიწას. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს აღმასვლა ჯერ დაწყებულიც არ არის. ამირანი ჯერ კიდევ აი იმ სტაბილურ მდგომარეობაშია. ახლა ჩვენთვის უკვე ნათელი ხდება, თუ რატომ არის აქ გველეშაპის საშუალებით გამოქვაბული და ხატული. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი თქმულების მიხედვით ამირანი შავმა გველეშაპმა გადაყლაპა, ხო? ანუ აი ეს ეპიზოდიც ჩართულია აქ და კიდევ უფრო მეტიც. ჩვენ ვიცით, რომ ამირანის გამოქვაბულის კარიბჭე იღება ხოლმე ზოგან ერთ წელიწადში ერთხელ, ზოგან 3-ში, ზოგან 7-ში და ამ შემთხვევაში ჩვენ საბეჭდავის ავტორი გვეუბნება, რომ ეს სწორედ ის პერიოდია ასახული, როდესაც ამირანის გამოქვაბულის კარიბჭე გახსნილი იყო და როდესაც მონადირემ სხვადასხვა თქმულებების მიხედვით, ვარიანტების მიხედვით, ხან ეს არის მეცხვარე, ხან უბრალოდ გამლელი პიროვნება და ამ შემთხვევაში მონადირემ დაინახა და მისთვის გასაოცარი სანახაობა დაინახა. და ერთი დეტალიც, ეს დეტალი გახლავთ მზისა და მთვარის გამოსახულებები აი ამ გამოქვაბულსა და მონადირეს შორის. ეს უკვე მიუთითებს სწორედ იმ ეპიზოდზე ამირანიანიდან, როდესაც ღმერთმა, როდესაც იგი დასაჯა და გამოქვაბულში მიაჯაჭვა, ზევიდან თავზე კიდევ სხვა მთა დააფარა, ერთ-ერთი თქმულების მიხედვით გერგეთის მთა, ხო? დააფარა და რატომ? იმიტომ რომ მას ნათელი არ ენახა. ნათელი კი შეიძლება მოდიოდეს როგორც მთვარისგან, მთვარიან ღამეში, ხო, როდესაც გაკაშკაშებულია მთვარე და ასევე მზისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ამ პაწაწინა საბეჭდავზე და მის ერთ-ერთ თემაში გამოხატული არის სწორედ ჩვენი ამირანიანის, უფრო სწორად კი ამირანის დასჯის ეპიზოდი და იქ და თვითონ ამ ეპიზოდში იკითხება კიდევაც ძალიან ბევრი სხვა ეპიზოდი, რომელიც ამირანის ცხოვრებას უკავშირდება. მოდით აი ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი საუბარი ამირანისა და თევზის შესახებ და შემდეგ საუბარში უკვე გავაგრძელოთ, დავასრულოთ აღნიშნული საბეჭდავის დეშიფრირება და წავიდეთ უფრო ღრმად ნეოლითის ეპოქაში, სადაც ასევე ამირანიანის თქმულების პერსონაჟები გველოდებიან. მაშასე დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.